3300-ის არჩევლიდან 1549 დაიხურა. მოსკოვი უკმაყოფილოა ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებით. დახუროს საქართველოს წინააღმდეგ საქმეების ნაწილი. ამის შესახებ ტელეკომპანია BBC-სთან საუბარში რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატმა სერგეი მარკოვმა განაცხადა. მარკოვს მიაჩნია, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების საპასუხოდ რუსეთის ხელისუფლებამ მწვავე განცხადება უნდა გააკეთოს. ეს იურიდიული ტრიუკი და სრულიად პოლიტიზირებული პოზიცია, რომელსაც აშკარად ანტირუსული მიმართულება აქვს, განაცხადა მარკოვმა. სათათბიროს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ლეონიდ სლუცკიმ კი სტრასბურგის გადაწყვეტილებას გაუგებარი უწოდა. არ შეიძლება იმის მტკიცება, რომ სასამართლომ ამ საკითხში პროქართული პოზიცია დაიკავოს, თუმცა ეს გადაწყვეტილება ამავე დროს გაუგებრობას იწვევს, რომ სტრასბურგის სასამართლო მოსარჩელებისგან კიდევ რაღაც დამატებითი ინფორმაციის მოწოდებას ითხოვდა. აღნიშნულია განცხადებაში. ევროპის ადამიანის უფლებათა სტრასბურგის სასამართლომ გადაწყვიტა, რომ აუცილებელი ინფორმაციის არქონის გამო საქართველოს წინააღმდეგ შეტანილი 3300-ის არჩევლიდან 1549 დახუროს. საქმეები 2008 წლის აგვისტოს მოვლენებს ეხება. მოსარჩელეები იყვნენ როგორც ეგრეთ წოდებულ სამხრეთ ოსეთის მოქალაქეები, ისე რუსის სამხედრო მოსამსახურეები. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ცხინვალის რეჟიმიც აპროტესტებს. როგორც სააგენტო რესი უწყება ამის შესახებ ეგრეთ წოდებულ სამხრეთ ოსეთის ადამიანის უფლებათა დამცველმა დავით სანაკოევმა განაცხადა. მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება უსამართლოა, თუმცა სანაკოევი აქვე აღნიშნავს, რომ დეტალები მისთვის უცნობია. და ცოტა ხნის წინ განმარტება გააკეთა საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ. სააგენტო ინტერპრეს ნიუსის ცნობით ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველი გახდა საქართველოს მთავრობისთვის მოწოდებული ეთნიკური ოსების 5 განაცხადი, საიდანაც დასტურდება, რომ მათ ინტერესებს ევროპული სასამართლოს წინაშე იცავდნენ ადვოკატები ვლადი კავკაზიდან. აღნიშნულ საქმეებზე საქართველოს მთავრობამ წარადგინა საკუთარი არგუმენტები. განცხადებლებმა კი ქართული მხარის პოზიციაზე სტრასბურგის სასამართლოში არ გაგზავნეს შეფასებები, რასაც შედეგად მოჰყვა სასამართლოს მიერ განაცხადების განსახილველ საქმეთა სიიდან ამოღება.